მოგესალმებით მეგობრებო, ჩემპიონთა ლიგა ახლოვდება და ახალ თამაშს გთავაზობთ. ვისაც გითამაშია Dixit, FIBA-ჟი და მსგავსი თამაშები, დაახლოებით ამ პრინციპის იქნება ეს თამაშიც. მაინც წესებს შევეზებით სწრაფად აგიხსნათ, რომ დიდი დრო არ წაგართვათ. თქვენს წინაშე გამოჩნდება სხვადასხვა მოცემულობა, წინადადება, ცნობილი, არაცნობილი, ყველა არც ერთი მოგონილი არ არის. იქიდან იქნება ერთი სიტყვა გამოტოვებული და თქვენ ეს სიტყვები, რა წარმოგიდგენიათ რომ უნდა ჩაწეროთ, უნდა შეავსოთ. ამ პასუხებს მე ერთიანად მე ეკრანზე გამოვაჩენ და რომელიც გეგონებათ რომ არის აქედან ნამდვილი სწორი პასუხი, რომელიც სინამდვილეში მე მოვიტანე. რანდროზე მეცი. და მე პასუხი რომელიც თქვენ გეგონებათ არის სწორი, ის სწორი პასუხი უნდა მონიშნოთ. თუ გამოიცნობთ კითხვა სწორად არის +1 ქულა და რამდენი ადამიანსაც თქვენი ვერსია ეგონება სწორი, დამატებით კიდე თითო ქულა. აჰა. გასაგებია მე მგონი? ძალიან კარგი. დავიწყოთ არა? სანამ დავიწყეთ, მაინც ვინც არ გიცნობთ, უნდა გავაცნოთ თქვენი თავები. გიორგი ციხისთავი, ლუკა მილურავა, ალექსანდრე გაბრიჩიძე და ანდრო ხელაძე მეგობრებო. პატივი არ ხო. მიხარი ანდრო. ესე მედგრად უსმენდი წესების ახსნას. მე ხალხო იმაზე მეცინებოდა, რომ სახეები დამეღალა რა, მოსმენა როგორი შეიძლება და ესეთი და ყველა რო გამომელია გამეცინა. დავიწყოთ. პირველი მოცემულობა. პირველი წინადადება. სან-სიროზე 1970 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში ამ ფეხბურთელის, რომელიც თქვენ უნდა დაწეროთ, სახელობით ბრუნოში დაწერეთ, გოლით ფეინორდმა დამატებით დროში სელტიკი დაამარცხა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა თასი მოიგო. ვაუ. მე ძალიან ეჭვებარება რომ ერთ ფეხბურთელი მაინც იცოდეთ იმ ფეინორდიდან და მაინტერესებს ვინ რა ვერსიას მოიფიქრებ, ძალიან სახალისო იქნება წესი და რიგით. ხუთი ვერსია გვაქვს. ერთი არის სწორი, დანარჩენი 4 თქვენი ვერსია და რა თქმა უნდა ხმამაღლა არ თქვათ რომელია თქვენი, მთელი მუღამი ისაა რომ სხვებს ეგონოთ, თქვენ ვინც დაწერეთ ეგ სწორი პასუხი. ოკეი. უნდა მივიწეროთ ხო პასუხი? ესე იგი გვაქვს ნიუვენკამპი, ბრუნსი, კინდვალი, დამბრანი და რეზემბრიკი. რომელი გონია სწორი? უბრალოდ ციფრი მიიწერეთ, საკმარისი იქნება. მოიწერეთ პროფესორეთ, აბსოლუტურად საკმარისი იქნება. ორივენაირად ვიზამ რა. აი გვარებია. ერთი წამი. ეს ფეხბურთელები არსებობენ ეს ყველა? თუ მოგონილი გვარებია. ერთი არსებობს და მე მგონია სპეციალურად მოიწერა. ვიღაცა მან თამაშობდა და ვიწერა. ყველა მიწერეთ პასუხები? მე მივიწერე. ყველა მიწერეთ? ერთი წამი. არა სწორად წერია იმის სახე. ეგა დავიჯერე სწორი? ანუ მე ხუთი რასაც დაწერდით ალბათ ყველა არა სწორად წერია. ხო, ნუთი უნდა, ხო? რენზენბრინკი არის. ნუ უნდა. გაბრო, იქნება ეგ ვიღაცის ვერსია და სპეციალურად დაწერა. მაგას ვამბობ. მე მაგითო არ დავწერე. შეიძლება მე მაგითო მეგობრებო, თუ ეგ ჩათლახო. ხმამაღლა თქვით ვინ რა უპასუხეთ? რა მნიშვნელობა აქვს? კაცი მაინც გამოჩნდება. მე უპასუხე კინდვალი. კინდვალია. სწორი პასუხია კინდვალი, ყველა მაიღეთ თითო ქულა. გილოცავთ. ანუ გაბრო შეასამოვდეთ, ამათი გვარები ხო, ამათ რაც გამოაგზავნეს, ხო მოგონილი იყო ისედაც. მე რეზემბრიკეო დავწერე. მე რაც გამეულ მივხვდი მე რომ შენი დაწერილი იყო. შენ ჩატი მოიტყუე ხო რომ იმას მიამსგავსე და არა მაგით არ აუჩიტყვა. ხალხო ეს პირველი გაატარეთ და ეხა იწყება შოუ. ჩემპიონთა თასის ფინალში პენალტების სერიაში ბრუს გრობელარის პერფორმანსი ისტორიას გამოტოვებულია სიტყვა ფეხების სახელით დარჩა. დაწერეთ რა სიტყვაა გამოტოვებული. ერთი სიტყვა სახელობითი ბრუნვა. კაი. გაუგზავნე. თული აქ დააბნიო ვიღაც, იმიტომ რომ ძალიან მარტივი პასუხი ექნება. აუ, თან მაინც და მაინც ყველა მიცით ახლა რა თქმა უნდა ეს თამაში. გარიცით რა სახელი შემორჩა? კი. ესეთ ვიცი რა. მე არ ვიცი. ხო არ მიხვდები რა ისედაც. მე ვიცი ვინ არის მარტო. და ვისი მეკარე იყო და მომენტის გახსოვს და დაინახავს სიტყვას მიხვდები ალბათ. ვერსიები მეგობრებო რაც არის? აბა. რაც გვაქვს? ეს არის ღვთაებრივი, ევრივი. გველთევზა, ელასტიური, ვიცი. სპაგეტი და ცხენი. ვაა. ხაებრივი ვიცი ვის ვერსიაცაა. ღვთაებრივი ფეხების სახელით რა და აი ანდროსაც ეს რა იქნება. ევრივი. რატომ დამეწერა მე? ყველა მიყუროს მეგობრებო.
აუ მე არ ვიცი. ხენი ფეხები სახელი აი ჭირდება. სპაგეტიან გოლსზე ცხენის ფეხები შეიძლება. დამეწერა. ჯერ პასუხები იყოს და მე ვიტყვი. უკვე გაგზავნე? აი. ყველას გაგზავნელი გაქვს? მოიცა არა. მალე. ანუ აი გასართობი შოუ მეგონა და იმაში. გასართობი. ის დერბიში მოვა. არა. ალისონმაც მიბაძა ერთხელ. აი, ვირა უპასუხებს, მამაღლა. შედაკეთე. მე არ ვიცი ელასტიური აუწევ. ელასტიური შენ? მე სპაგეტი ავუჩე, ელასტიური ჩემი იყო. კი ბატონო, შენ? შეგეტია სწორ. სპაგეტი არის სწორი და ღვთაებრივი რა თქმა უნდა ჩემი. დაიჩიე. სპაგეტი ვიცი ბიჭო. თქვენ თითო კულა ელასტიური თუ აირჩიე შენ? ერთი კულა დამატებით ლუკას. ექსტრა ფულა მისცა არაფერში. აი არ ვიცოდი ძმებო, არა უშავს, არა უშავს. ელასტიური ვინ მე მოშენ. დავწერე. იმიტომ რომ ელასტიური იყო ფეხები. ველთებს ასთვის მაისტერეჭი. აა გულწევს. ღვთაებრივი რატო არ მოგწამოთ? ბიჭო ზაა ტრივიალური. ღვთაებრივი აბსოლუტურად. Yeah. აი, მოდი ესე. შემდეგ. დაებრივი ფეხები სახელი. აბა აქ ნახოთ ეს თუ ზუსტად იცით. დავამთავრებ აქ ამ გადაცემას. მაგიდის დერბის გამარჯვებული ხოს. საერთოდ კავშირში არ არის აღარ. შენიცი სპორტის გამარჯვებული ხოს. ის ჩვენი სამართლა. ის მილორად მე პრესინგის ფინალისტი ვარ და მილორად ყავს რა. ხოს ვკითხულობ, გამონათქვამს ადამიანის. რასაც კარეო ბურთით აკეთებს, მე შემიძლია, გამოტოვებულია სიტყვა, გავაკეთო. ასე უპასუხა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯონ კარეუს კრიტიკას. გააკრიტიკა კარეუმ რაღაცაზე ზლატანი და ერთი სიტყვა უნდა იყოს. ერთი სიტყვა ძალიან გთხოვთ სახელობით ბრუნვაში. ორი სიტყვითაა და ვატყუებთ. ერთი სიტყვითაა უბრალოდ. მე მინდა დამეწერა ბოულინგის ბურთით და ნუ ერთი სიტყვა არის და კაი. ერთი წუთი გაქვთ, კარგი ვერსია. იმედია ესეც ზუსტად არიცით. ალბათ არ უნდა იცოდეთ. მე შემწყვება თქვენ ადგილზე ეს რო ზუსტად იცოდეთ და მე ვიცი, არა ოკეი. იცი? ანუ ფრაზა ვიცი. მოგეუნდებით, აი. აი, დაგიდის დერბის თამაშობს კეთ. გაერთე. გაერთე. მინდა რომ გავერთო. არ არ ვიცი. იქნება არ ვიცი. 15 წამი მეგობრებო. ყველა მოიწერეთ რამე ვერსია. ანდრო Google-ს დავინახებ როს. ვა, შვენიერია, მომწონს. მომწონს რა ვერსიებსაც ხედავ, დიდებულია, ყოჩახ მეგობრებო. ეს არის რომ მეო, რასაც კარეო ბურთით აკეთებსო, შემიძლია გავაკეთო ვაშლით, ფორთოხლით, ქვაბით, საზამთროთი თუ პომიდორით. აირჩიეთ თქვენი ვერსია. რომელს ფიქრობთ რომ სწორია? ვაუ. მარადონა შეერაგერია ერთი. ქობით ისე მე ქვაბათი? აი ქობით. ხვალე მე ქვაბა ჩვენი კომენტატორი თქო. ფეხბურთელისა. პომიდორი ვერ იქნება, მაგრამ პომიდურით არ უნდა ეწეროს მაშინ? ბიჭო საზამთრო მე. სახელობითი ბრუნო. სახელობით ბრუნო. მედი. იმენ მაგირის დერბი ამოდესა. ამ საზამთრო გამოირიცხა მაგ. ლუკა მოიწერე? რატო? საზამთროით ხო არის მაგ. აი, ვირა უპასუხეთ რო თქვათ? ქვაბით, რა უპასუხე? პორტოხალი. რა თქმა უნდა. მე საზამთრო უპასუხე. მე ვაშლი. მართლა ბიჭო. პორტოხალი. დიდებული. ჯიგარი. პორტოხალია სწორი პასუხი მეგობრებო. პორტოხალი. საზამთროთი როგორ უნდა ქნას? ხო და მეთქი ეგ იყო, ანუ ეგრე გააზუია და რომ საზამთროთი. ვაშლი ჩემი იყო ხოთი შორის მადლობა. ანუ ერთი კულა შენ და კიდე რა იყო ვერსია? საზამთრო ჩემი იყო და პომიდორი არავის არ გეგონათ ხო? ანუ საზამთრო. ისე ბილადრო არ დაიჭყვეტებოდა. საზამთრო რა უპრართულია საზამთროთი გააკეთო ის რასაც კარეო აკეთებდა თუ მესმის ასაც გულისხმობ რომ გააზუიადაო, მაგრამ აი საზამთროთი ვიზამ ხო და ვერ წარმოვიდგენია. აი ბურცო იღებს ჰაერი და საზამთროს კერძო ჩამოიღო. გასაკო პატარა არის ზოგაში, უფრო რთულია. აი დარწმუნდა რომ საზამთროთი თუჩი ისე. ორიგი ფრაზა არის მეგობრებო. აბა ორიგი ის არის. მე ვიცი. ჩვენ უნდა გამოტოვებულია სიტყვა ეს. ტკივნეულია, ძალიან ტკივნეულია. ძალიან კარგი შანსი გქონდა ლიგა მოგვეგო. მაგრამ მე ძალიან ვამაყობ გუნდით. ეს სიტყვები იან ზომერმა PSG-სთან ფინალში მარცხის შემდეგ თქვა. ზმნები უნდა მოვიწეროთ, ხო ეხა? ალბათ არ ვიცი და რომელ პირში? ესეც ჩვენო და როგორც გაგიხარდა როგორც გაგიხარდა. როგორც გაგიხარდა. ესეც ისე პირველ ჩვენ უნდა წახვიდეთ ზმნის ძირი ხო არა საჭირო? პირდაპირ გეუბნებით, როგორც გაგიხარდებათ, რადგან ცოტა ისე გინდათ მეტი ექშენი, როგორც გაგიხარდებათ და რამდენი სიტყვაც იციან რო ესე არა. ჩვენ უნდა
ეს რა ენაზე ეთყოდა? ინგლისურად ეთყოდა? ავსტრიულად, გერმანულად. აი ხა ფინალში ინგლისური ეცოდინება რა. ავსტრიულად. შვეიცარიულად. დღეს ქვეყნებს ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ხო, არა, აი, ბოლოს დაუბრუნდი მე. იმათ რო სახელობით შევიწეროთ, მოდით, ეს იმაში ინფინიტივში მოვიწერო. ხო და აი, ჩემ ხუმრობაზე ის გაგვხდა. ეს ხო კეთილად ჩამოყალიბებული. ეს სწორად ჩასვით უბრალოდ რა. ანუ ინფინიტივი. ანუ სიტყვას რომელსაც დაწერთ ლოგიკურად მოძებნდეს. მოვიწერო. ანუ სიმღერა. ჩვენ უნდა სიმღერა ეს. ხო რა რა ვერ გავიკოთ რა. ჩვენ უნდა გადავყლაპოთ, მოვინელოთ, დაგვემთავრებინა, დავივიწყოთ და დაგვემსახურებინა. რომელს ფიქრობთ, რომ არის სწორი? რა ისეთი ამოვარდნილი და შევა სწორი იყო. სწორი იყო ხო მაგას. გადავყლაპოთ ეს არ იქნება ალბათ. და დაგვემსახურებინა ეს. დავივიწყოთ. აუ დავივიწყოთ ისეთი კაია ვიღაცამ ვინც ეს გააკეთა. ეს დაწერა საო. დაგვემთავრებინა ბიჭო რაღაც. შინაარსობრივ ეჩდება დაგვემთავრებინა. კაი. რატომ გეხმარი? რა ხომარ? ბიჭო, აბა სიჩუმეა და მაშინ მაშინ რაში გაწობს, თორე? ბლეფი გავაკეთე. თუ საკუთარ იქნებ ვერსია- არ ვფიქრობ დაგვემთავრებინას. კი და საკუთარ ვერსიას იმაშვები, ხო, ასახებს იქნება სხვას. ეგ. არა ვიცი რომ მაგას რა ვიცი რომ მაგას არ თორე შეიძლება კი. მე გულწრფელად ვჯელობდი იმენ ვხედავ. არანაირი ბლეფი არის. კაი, აი ერთი შეა. წამი. აუ რა ვიღაცას ეხლა დებილ ფლოს ვაჩუქებ. თქვი დაბა. დაიწყე. დავივიწყოთ თქვენ. დავიწყოთ მე დავწერე დაგვემთავრებინა. დავივიწყოთ. მე დავწერე გადავყავ. დავიწყოთ ეხლა ჩემი. დაგვემთავრებინა ჩემი. შენი იყო? დაგვემთავრებინა გადაყლაპო არის ორი მეგობრებო. Yes. გადავყლაპო. გამორჩეული ფრაზა არ იქნებოდა, რომ ეთქვა რომ ჩვენ უნდა დავივიწყოთ ეს. და მაგის მოწერას ვაპირებ. და მე ვფიქრე რომ იმდენად იმობა იქნება რაც სასაცილოც არ იქნება რაღაცა თქო და აღარ მაგის გავსი ვერსია ქონდა მოწერილი ისე არა? მოვინელოთ. ახლოსა. გადაყლაპო და მონელება. აი, ვინ არის? შემდეგის სხვა ეტაპია. აქტს. არ ერთს დეცოში შენ მოყვება და მეორეს. ანუ შენი ფულა, შენ რაც ქონდა ვინმე მაიღოს? ფულები გითხარ. თქვენ რა მე მას 0. დავივიწყოთ თავი მე. ჩემი სამჯერ აიჭიხა პირველზე უნდა. ლუკას აქვს. სანი, მაგრამ ლუკას აქვს 5 ფულა, 4 ციხეს, 4 ანდროს. რა და ხლოს ორი არიან? გაბროს. ხო, მე ყველა პასუხი გავარტყი. არავინ აიჩია. ამ ხო აი თაიბროს არავინ არ აუჩი. ღვთაებრივი. თაიბრი ფეხები. თან ვიცოდიო მე ამბობდი, მაშინ ღვთაებრივი რატო დაწერე? რომ აი ღვთაებრივი იყო ფეხები? ბიჭო. თაიბრი ფეხები. ბელარი. ღვთაებრივი ფეხები. ვერაფერი ვერ მოვიდა. ღვთაებრივი ცხენის კოდი. შემდეგი კითხვა მეგობრებო. კითხვა არა უბრალოდ მოცემულობა. 2003 წელს მილანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოტოვებული ადგილი წარმოდგენა არ მაქვს რამდენი სიტყვა, იმიტომ რომ ამის ღირსები ხართ. შეიძლება 1, შეიძლება 60, გავიდა. რედიძე ჩემპიონთა ლიგაზე მომხდარი სახალისო ფაქტების გამოკითხვაში ეს მომენტი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე დაასახელეს. ფინალში შემდეგ გამოტოვებულია მოცემულობა, სიტყვა ან რაღაც და გავიდა. აქ თავდება. რედიძე ამ ყველაფერს ესე და ესე მოხდა. ეხლა შეგიძლიათ მოიწეროთ. შეგონი, კაი. 23 არ ხვდები. არა უშავს. თავარია შენი ვერსია სხვა სეგონდს, უფრო მეტქულას აიღო. ჯობია ხო? არიცო. 2003 წელს მილანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გავიდა იყო აჰა. და გვინდა რა? აქ რა შეიძლება ჩაჯდეს? მეზობლის დახმარებით, სტუმრად გატანილი გოლით, გასახდელიდან გოლ გაუშვებლად თეთრი ბუცებით. 2003 წელს მილანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასახდელი და აი, სასაცილო რა წააგო, რა გავიდა. ფინალიდან გავიდა. ანუ დატოვა თამაში. და ლივერპული გამოვიდა მარტო. მე ხო აღარ ყოფილა. ლივერპული 2-3-ია. აუ, მაგაში მე და ქვეყნებსაც ვერ ვარტყავ და წლებსაც ვერ ვარტყავ. ლივერპული მეგონა რა უწევი ხო. ანუ იუვენტუსთან ფინალია? აი, ავიჩი, ერთად დაიჭ არ ვიცი, მოიცა მაშინ. უნდა გაიხსენო კაი, ეხა ციხე უკვე ეხა ციხე კაი, ეს ზედმეტია ბიჭო. ზედმეტი არა, ლიგა გაიხსენო. არა, ვინ გააგდო ეგ უნდა გაიხსენო. კაი, კაი, კირია. ეგ არა, უარესი გაიგო. უარესი თქვა. არა ბიჭო. Stop. კაროჩე, გამოვა სწორი პასუხი და მე ანუ ყვილად რო აკეთებს მიხვდება რა. არა, კაი.
შეიძლება ადამიანი თულა დაკარგო. ვინ გააგდო მე ნახევარფინალში? ვიცი კატალიკური ტესტი. რატო აი მეზობლის დახმარებით ხო ჯდება მაშინ? ბიჭო, სასაცილო. ვიცი, მაგრამ ამან იქნებ მეზობლის დახმარებით, მაგიტო დაწეროს რომ ლუკას უკვე სასაცილო შეგეშალა, ხო? კაი, თუ მაგის მოწყუდე, ოკეი. სიჩ მოწყუდა. მოვთხოვდი. ერთსა. შო, ბოდიში ხტი არა, ძალიან. ცუდად იქცევი მართლა ცოტა. აღარ გიჟე კაცი მე. სიჩ გაგიდა შემეშალა ანუ ხა. პასუხები. მე სტუმრად გატანილი გოლით სან-სიროზე სტუმრად გატანილი. ლუკას პასუხი. ეხა გამახსენდა იქ ფრაზა რა თქმა უნდა, მაგრამ ლუკას პასუხი იყო მეზობლის დახმარებით, რომელიც ჩემი ვერსია იყო. ოჩახცი. აჰა, ციხე. მაგიტო ვეუბნებო. ბრავო, ცებით არავის არ მოგეწონათ, ხო? ბრავო ციხე. ბრავო. არა, მართლა. ციხე, ოჩა. იდეალური ის იყო. მადლობა. ანდროს მინუსკულები და ჟაურა. მაინც ვასაზრდო. კი. ეხა მე ავიჩა შენ ვერსია. აუ ხეხა გამახსენდა რა მართლა მარტივი ფრაზა ხო? თუნდაც დეპენდელი გალიქცა. შემდეგი მეგობრებო, ასე ფაქტია ინტერესეთ ამ. ხო, მაგრამ მე ხუმრობა. შემდეგიც ფრაზა არის. შემდეგიც ფრაზა არ არის, შემდეგია ფრაზა, წინა ფრაზა არის. თუ მარტო სურს თამაში, წავიდეს და გამოტოვებულია ითამაშოს. ეს სიტყვები ლუი ვან გალმა ფრენკ რიბერიზე თქვა. მოდის და მოდის პასუხები. დაგვრჩა, კი ბატონო, დაგვრჩა. მინდერჩა. დაგვრჩა ანდრო. ვერ ვატყუე. მოიფიქრე, რაღაც აუ, ციხემ შეიძლება. ტაქტიკა გამასწორა. შეიძლება უნდა შეცვალო. ანდრო. ეთიკული. ან თამაში არსებობს ტაქტიკა, რომ წერ და ანდი სწორი სიბრძნეს. თქვენ ერთმანეთს ან ძალიან ვახდებით სისულელეს. და მე თან ერთმანეთს ტყუილებს. კი. და არც ერთი არ უნდა ჩავხტარიყო. არა, შენ სამეთახ ხო იმაზე, ვაშლი. ვაშლს. ვაშლი და თალი. მაშინ გაიორსია. პატარა უნდა ყოფილიყო რა. ეს როგორც ეს აი პროსტა იმდენი რაღაცა ხდებოდა რომ ვერც გამოუჩანის დახტოდა და რაღაც პეტლიშკავს ისროდნენ. ხოლმე თავის ვერსიას ასაღებდა. იდეალური იყო ციხე. ვიარდი. 17-ზე ისე. მე გონა რომ სათარი. ეხმარება. ეხმარება. ამას დახმარება ჭირდება ბიჭო. პირველზე ვარ ის მიხავ. მაგიტო გავ მეგობრებო, ვერსიები რა გვაქვს ახლა აქ ანუ. ლუი ვან გაალი, რომელიც აწყენი იყო ფრენკ რიბერიზე, თუ მარტო სურს თამაში, წავიდეს და ჭადრაკი, დარტსი, პოკერი, ჩოგბურთი ან PlayStation-ი ითამაშოს. აირჩიეთ. აირჩიეთ მეგობრებო, რომელი ვერსია მოწონთ. ყველა კარგი ვერსია, მე არც ვიცი როგორ ნამოარჩიოთ აქედან ერთი. თუ ზუსტად არიცი, მართლა თული. ვა. მე გეტყვი მე რატო არა ყველა კაი ვერსია, მაგრამ ოკეი. კი, ეგეც კაი იქნება თქვენი პასუხის დროს, რომ თქვათ რა ლოგიკით იხელმძღვანელეთ, არ ვიქნები წინააღმდეგი. ხო ხტები. მე მგონი ერთ-ერთი რაღაც. ეს შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ უკვე სხვადასხვა პასუხი გაეცით. არა, რაღაც ეს რომელი არ არის მაგას ხდება. კი ბატონო. ვის თამაშიც ხალხთან ერთად შეგიძლია. ჩოგბურთს მარტო ვერ თამაში, ოკეი. ჭადრაკს მარტო ვერ თამაში. თქვენ ასევე იმაზეც უნდა იფიქროთ. ნომერი აღარ მოგწერთ პირდაპირ სახელი მოწება. კი ბატონო, იყოს. ლუკა, შენი პასუხი და იგე. ხა მოსტატა ეხლა. 10 9 8 გუჭერ. 7 6 ოიწერა ლუკა. რა აზრია ქარ ვიცი, ყველა ერთმანეთს გავს ერთის გარდა მე დავწერე ჭადრაკი. შენ დაწერე? მე რა ვირჩიე ხო? PlayStation. შენ აირჩიე? ანდროსია რა ვირჩიე. მე ჩოგბურთი ავირჩიე, შენ აირჩიე? პასუხი. ოთხივე სხვადასხვა აირჩიე. ან დარჩი ჩემი პოკერი რატო არ აირჩიეთ? სწორი პასუხი არის ჩოგბურთი მეგობრებო. ჩოგბურთი. ასე მარტივად? დარტსი? უნდა ერთი ერთზე ხო და ისე თამაშოსი. ხო და დარტსი დავწერე მე მარტო მაგიტო რომ მარტო თამაშობ. ხო, მე PlayStation-ი გამორიცხე, იმიტომ რომ ვან გალმა შენ რა თქვი? PlayStation-ი რაიცი. თქვენ გაცვალეთ კულები ანუ ხო? არის ეს? არა, ვან გალი მე არა ერთადერთი ვარ მე PlayStation. ვინც ფულა ვერ მოიპოვე, იმიტომ რომ პოკერი მეწერა და ანუ ინდივიდუალურ მეგობრებო, ძალიან დაიძაბა სატურნი რომ მე მეგონა 6 აქვს 6 თამაშეს, გაბროს გარდა. გაბროს აქვს 5. 6-6-5. ვა, დარტსი ხო, მეთქი დარტსზე მოტყოდა, მეტყვი რომ სულ მარტო ხარ რა. პოკერი რატო არ მოგეწონა? ვიღაც ხონდა ითამაშა. ესეთია რა, სხვა მაგალითს მოიყვანა. ხო და ჩოგბურთს ეგეთია ვიღაცას ეთამაშები. ხო და მე არასწორი პრინციპით კარდი ჩოგბურთს წერდი. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ცივი თამაში უდიდესი ალბათობით კაირათისა და ბრიუგეს დაპირისპირება იქნება. წინასწარი პროგნოზით 2025 წლის 20 იანვარს იქნება. უნდა დაასახელოთ ტემპერატურა, როგორც მიყვარს. მიდით? ო, აბა. გაგონია, საიდან იტრიალებს ეს ყველაფერი. ანუ უნდა დაასახელოთ ტემპერატურა, რომელიც უდიდესი ალბათობით იქნება ეგრეთ ცივი თამაში. ვერ გეტყვით. ზენით თამაშია უფრო ცივი? ეხა ერთ რაღაცას ვიკითხავ რა. გრადუსი უნდა მივაწეროთ, რომ მე ვიღაც გრადუსი არ ეწეროს. მიაწერეთ გრადუსი ყველა.
ხო რა. კი, მაგალითად მიაწერეთ ხოლმე გრადუსი. -100 გრადუსი, ხო? მინუსი და გაუკეთეთ წინ, ხო, -100 გრადუსი. -100 გრადუსი იქნება. მინუსის მერე გამოტოვებას დავაჭირო? არა, მინუსი და იცი ერთი და ერთად. მინუსი გმიაბი. მინუსი აჰა. მიაბი. და მერე გამოტოვება და თუ რამეა პასუხებში მინუსი მიმული. ყველა მიაბით მინუსი ხო? და ეხა მაგარი რაღაცა მოხდება. ჩვენ გვიქნება სიტყვებით გრადუსი. და იქეწერება ის ნიშანი. ეგრე თუ არის? ყველა დავს გავს ერთად. არა, სიტყვები წერია გრადუსი ხო? ყველამ დაწერეთ სიტყვიერად გრადუსი. პატარა გვალი. კი, და ჩვენ აბა რომელია? შეიძლება. დიდებულია ყველა ლამაზი ჩამოციკციკებული. მეგობრებო, რამდენიღაც გეკეთება შეიძლება. ოჩახ, ყველანი ახლოს იყავით. ვიწყებთ მოკლედ -11 გრადუსიდან პასუხებს და ჩავდივართ -40 გრადუსამდე. რომელიც გესიამონება დაირჩიეთ. 11, 13, 20, 38, 40. ზენიტი უფრო ჩtildeოეთია, ანუ პეტერბურგი და იმაზე უფრო ცივი გულისხმება. ანუ ივარაუდება. ამიტომ არ ვიცი. იქნებ ზღვის დონიდან. -8 გრადუსი საქართველოში მახსოვს. -11 ვინ დაწერეთ? კაი არის ნუ თუ საქართველოში გახსოვს? -გრადუსი. თბილისში თუ არა? აბა ყაზბეგში და ყინვარწვერზე იქნებ. ადრე ტარდება თან თამაში ეგრეთ. მოიწერეთ. კაი, ხო. ახტო ხო რა, ეხა გავ გიჟდე? ეხ მე გამაგიჟებ თქვენ მგონი პირიქით. ეგ მოხდება. თქვენ გაწერეთ ყველა? მე გავგიჟდებ. დავაი. მითხარით პასუხები რა? ყველა მოიწერა? მოვიწერე. ციხე რა თქვი? რა თქვენ? ბიჭო, -11. შენ ლუკა? მადლობა. 20. შენ და 13. შენ? 20. 20-ას ორი პასუხი. ანუ შენ დაეხმარე გაბროს, ხო? ეს მეც დავეხმარეს. ანუ ყველა თვითონ გულარი. კი. და ისევ ან ყველა მთით. ისევ მივდივართ? აუ რა კაი. ბოლო შეკითხვა, გადამწყვეტი მეგობრებო, ძალიან სახალისო. -20-ში არის. ძალიან სახალისო რა, არ გეცოდინებათ. ახოთ. 38 მინდა წერე. მე 40 38 მაგიტო. როგორ უნდა იქნება ფეგურით? -20-ში ხო წარმოვიდგენია როგორ დაითავეს. ზაზი აი დრამატული ხო და სწორობა. პირიქით, ჩემი სკანდინავიელი ნაცნობია. მე რო 100 ხარა აქ, -10-ზე და ბოლო ჩადისა. აი ეგ მიყვარს ეგეთი რაღაცა. მასე გავყევ. ჩემი სკანდინავია. სამჯიგას დალევ თუ 12. აბა მე არ ყოფილვარ და რა, როგორ გავიდოს. -10, -80. ხო, აზრია და. სუქცივაქცივა რა. დევიდ ოლირი 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ლეგენდარული ლიცის მწვრთნელი იყო. სწორედ მისი დაუვიწყარი სიტყვებია: მე გამოტოვებულია, ვიყავი მაშინ, როდესაც ვიზრდებოდი. რა იყო მაშინ? ნახდად არ ვიცი ამჯერად. არ გეცოდინებათ ეს მეგობრებო. რამდენი სიტყვა გვაქვს შეზღუდვა? რამდენიც გესიამოვნებათ? ანუ ბევრს მეტავს. 6 მეტი არ წაწეროთ. ქვეცხობილი წინადადება რა გავაკეთე შეიძლება ეს ძიმეები თეთრ-თეთრ. კაცი. მე არა, ვიყავ წერია. მე არ ტირდება წიადებს. ძალიან ფოთ მეგობრებო, პირდაპირ თარგმანი არის. არც არ ფუჭებს, პირდაპირ ქართულში არის. თარგმანი არის. ხანუ რაც მან თქვა მე უბრალოდ არ ამოვაკელი რომ არ გამოსულიყო რომ მე რაღაც 100 უმახინჯებ ამ ადამიანს. ხა შენ ინგლისურად I am გადათარგმნა როგორც მე ვიყავი ხა? ბოლომდე. მაშინაც კი ხო არ უნდა იყოს. თორე მაშინ ხარ ცა 10 წამი. დაიცა არა მოიცა მაცადე რა. არა მაცადე ერთი წუთი. მომაფიქრები. ერთი წუთი. მან მეორე წუთზე ხარ, ხვდები ხო? 7 6 5 4 3 2 და 1 ვერსიები არის. ვიყავი მემარცხენე, იფსვიჩის ფანი, ლიცის ფანი, ახალგაზრდა და განერი. ვაუ. განერი. მე რაღაცა, ანუ ვიყავი მაშინ, როდესაც ვიზრდებოდი. როცა კაცრავად. თუ თანაბრად იფსვის და ლიც რამე ტრობა აქვთ? არა. მორე რატო ლიგა წინა? გადამწყვეტი შეკითხვა მეგობრებო. ახალგაზრდა აი აი ვინ არ დაწერდით მაგას კაროჩე. განერი. მე ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, როდესაც აბსურდი.
და ფაქტია. პასუხები მეგობრებო, პასუხები მჭირდება. არ მე არ ვიცი ამა რა თქმა არა. ახალგაზრდა რომ შევწერო სწორი იქნება მე ფაქტობრივად. ვიცი ლუკამილო რავას ვერსია 15 აი ერთი წო 14 რა გჭირთ ბიჭო? 13 სამარცხენე ანამის ვერსია 12. რა ის ორი ერთ-ერთი ხაცია და 10 ერთი წუთი ძალიან გვაჩქარა ბრო. ანუ მე მე მოვნიშნე წუთია ფიქრობ. ანუ განერი ძალიან რაღაც რაია განერი მე განერი ვიყავი. შენცი? ანუ ძალიან დიდი ინფორმაცია. ვერსია ვიცი ყველამ დავწერეთ, ხო? განერი მე მარცხენე არ ჩაგიწურდა. არის ცო, გამოგზავნა არა ერთი წამი. ყველამ თქვათ. პირველი, ციხე, რა არის შენი ვერსია? ლიცის ფა შენი ვერსია? მე ახალგაზრდა ვირჩიე. შენი ვერსია. ჩვენ დავწერე იფსვიჩის ფანი, იმიტომ რა შუაშია იფსვიჩი. შენი ვერსია? მე ახალგაზრდა დავწერე, იმიტომ რომ აბსურდულია და ეხა ახალგაზრდა თუ ვიღაცა მოიგო, ესე იგი. მოიცა შენი ვერსია რომელი იყო მე ახალგაზრდა ვირჩიე. და შენი რა დაწერე ჯერ თქვი პასუხი. მე ახალგაზრდა მოვნიშნე და მე ჩემი მემარცხენე იყო. ჩემი ვერსია ანუ ჩემი იყო ლიცის ფანი. შენი რა იყო? იფსვიჩის ფანი ყოფილა სწორი. ჯერჯერობით მაინტერესებს ვინ რა ვერსია? მემარცხენე იყო შენ რა მე მოვიგე მაშინ. ლიცის ფანი. მე მე მოვიგე და შენი არის ლიცის ფანი? მე ლიცის ფანი დავწერე, ჩემ აირჩიეს და თან ახალგაზრდა მე სწორი. განერი დავწერე. ახალგაზრდაა სწორი? მოიგო. არა, არა. იფსვიჩის ფანი ჩემი ანდროსაც ვერსია იყო იგივეა. ანდროსაც იფსვიჩის თქვენ ფანი. მოიგეთ ორი მაგრამ ამა ჩემი აირჩია. რა ურჩიე ბიჭო ლიცი არ აირჩია? ახალგაზრდა ურჩიე უკაი. მე ორი ქულა დამებადა შენ რა მე სწორი დამებადა. გამოიცნო სწორი ლიცი და ახალგაზრდა. მაშინ გადამწყვეტე მე და ლუკაშოვს მეგობრებო, გადამწყვეტი შეკითხვა. აბა უყურებდა ყოველს აბა 90-იანი წლების ერთ-ერთ ქართულ სპორტულ გაზეთში ვკითხულობ. ვაუ. სტაბილში საქართველოს ფეხბურთის მომავალი დღეს გამოტოვებულია წდება. ყველამ უნდა ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. დაასახელეთ რა არის გამოტოვებული. დაასახელეთ და თქვენი ვერსიები გითხარით. ეს არ წდება კაი, არ გინე. აი, დაჟე მიმართულებაც არ მოგცე, მინიშნებათ რა. არაფერი არ რა ტიპის რაღაც შევა დავწეროთ, აი. თავისუფალი თემა. აი, როგორ გავადასტურებთ? წინადადების რომელი წევრი ეგეც არ გითხრა. აი ან შეიძლება ყველა. აუ, ანუ ხუმრობას იუაწეთ თუ მოგებას. თორე კაი რაღაცები მომივიდა, რომ სასაცილო იყოს. გონებაში. რა არ მეცინებთ ჩემი ვერსია ამ შეკითხვის მე თუ თანაბრად იქნებით, მე ყოფილა თქვენი ფინალი. ვერსიები მეგობრებო რა გვაქვს? ანუ სად წდებოდა 90-იან წლებში საქართველოს ფეხბურთის მომავალი? წმინდანების კრებაზე, რუსთაველზე, სპორტის სასახლეში, საოპერაციო მაგიდაზე, ან ხვალ. ეგ არის ამ ვერსია ეს ახო უიჭმელი საქართველოს ფეხბურთის მომავალი დღეს ან ხვალ წდება. ძალიან გთხოვთ რომ ლუკას და ანდროს საშუალება მისცეთ რომ ან გადამწყვეტ იმაში. მე რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, თქვენ იქნებ ვიღოთ კლაჩო ჩემი რა ვირჩიო, ქულას ვერ ავიღებ? ვერა. იმდა მომწონს რა. მომე აუნეტა ესა ბიჭო ილორავოს ვერსია არა ურჩიე თხოვ ჩემი ვერსია ვირჩიე, თხოვ მე შენსას ვირჩი. მაგრამ ნუ კაი, არ სახვალს ირჩიე ბიჭო დავჭა ანდრო. თომ შენი ვერსია. ხუთი, სწორია. 4, 3, ყველაზე მოვარდილი არის. 2, 1. თითო შეგეკითხები და კომენტარი არ გააკეთე. უბრალოდ თქვენ ადამიანებო. შენი ვერსია ციხე. რა ვირჩიე რა ირჩიე მხოლოდ ეგ. საოპერაციო მაგიდაზე კი ბატონო. შენი ვერსია. სპორტის სასახლეში. სპორტის სასახლე. სპორტის სასახლე და შენი ვერსია. საოპერაციო მაგიდას არც ერთი არ არის სწორი პასუხი მეგობრებო. საოპერაციო მაგით. წმინდანების კრება არის მე სწორი მოვიგე პასუხი. რა შენ რა იღე რა? ჩემი იყო სპორტის სასახლეში ორი ქულა აიღე და საოპერაციო მაგიდამაც ორ-ორი ქულა აიღე თქვენ. და ამას თუ გადაგვასწრებს თქვენ საერთოდ ჩვენ. ნულია. და ჩემი ვარიანტი. არა, ციხეს 9 აქვს. არა, ციხესაც 9 აქვს. კაი არ არის. ბიჭო, იმდა ფანი. ვისაც 900-ს. ამორს 9 ქონდა. მე 9 ქონდა კი, კი. ორი დაგენ წმინდანების კრებაზე რა? ანუ 3 გავედით რუსთაველი რატო რა ვიცი, ქართულ სტადიონს გიწყობ. რუსთაველზე წდება ჩვენი ბედი საოპერაციო მაგიდაზე რატო არ ვიცი, აბსურდული პასუხი. რატო არა ირჩიეს ბიჭო იქ ბაიტო დავწერე. მეგონა
კარგი ვერსია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ყველაზე კარგი. სამომეწონა საოპერაციო და საამაგარი ვერსია იყო და რუსთაველი იყო ასე 90-იან წლებში და ან ხვალ არ მოგეწა და ან ხვალ დღეს ან ხვალ წნებაცა ანუ საბოლოო 9 არა გაბრო ერთი ქულით ჩამოგჩათ 9 სამაკაცმა მოვიგე სამაკაცმა მოიგეთ ეს სისულელეა. ანუ მე მოვიგე. გაბრო მოიგე გაბრო გაუშვათ მოდი და გადავწყვეტი. ერთი ერთი ეხა მართლა გადამწყვეტი ერთი არა მე შეიძლება გაუშვათ. გაუშვათ მართლა. გაბრო გადი კაი. გაბრო წავაგე. წავაგე. გავარდა აი სული აფსიტკუთი გავარდა წავაგე, იმიტომ გაბრო საქმეა და სიამდვილეში ამიტომ მიდის მეგობრებო მაინც არა წააგო რა მაგრამ ცარიელი დარჩეს თუ შევიწევ საოპერაციო მე მაგიდას გაბროს მაგერად მე დავწერ ვერსიას არა ცარიელი დარჩეს თუ გამი ესე შევიწევ ჯობია ჩემი აზრით. არა ესე ჯობია ესე რომ გაბრო აქ იჯდა კი გაბრო აქ იჯდა რადგან აი ასე ძალიან არ გინდათ და მეგონა მეგობრები იყავით და არ აღმოჩნდით დამატებითი გადამწყვეტი ბოლო შეკითხვა არსენალი ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერ ლიგაში საუცხოოდ გამოიყურება ჩემი მოსაზრება არის და ერთი შეხედვით საკუთარი სლოგანის გამოტოვებულია გამართლება დაიწყეს ამართლებენ ამ საკუთარ სლოგანს რა არ პირდება ის სიტყვა. ორი საერთოდ. არა გაჩნდა ხო და შეგიძლია ეგა არა სლოგანია გამოტოვებული მეგობრებო ხო და სლოგანი აი დავწერო. რატო თქვი რომ სლოგანი იქ ზნიზე და ჩამეწერა რომელიც შეიძლება სლოგანი იყოს მაგრად გამართლება დაიწყეს რო დამეწერა შეიძლება იყოს სლოგანი მაგრად არ შეიძლება სლოგანი მაგრად იყოს როგორ მაგრად აი თავისუფლება და გეტოვები სიწამე მარად აი ეს გამოსვიდა ბუთში უფლის არის. კაი ერთი წუთი მაცადე ხო აი წერე პროსტა და ვერსიები მეგობრებო რომლებიც გვაქვს ერთი ჩემი გაბროს მაგიურად ვერსია მაქვს ჩასმული შენსაც თუ ავირჩევთ შენსაც უფრო მეტი ექნება ვიდრე ჩვენსას დამთავრდა თამაში ფრედს რო აი ისე და დამთავრდა თამაში დაიჯერე პროცესის წარმატების მიზანში მორტყმა ჰარმონიით გამარჯვება უძლეველნი შინ და გარეთ დამარცხება არასდროსაა პასუხი რომელი არის მეგობრებო არსენალის სლოგანი შენ პროცესის არ არის რა თქმა უნდა ჰარმონიით გამარჯვებაც აი ეს რაღაცა ვაი კარგი ფეხბურთს თამაშობ თუ რაღაცა ისე მეორე მანდაციგლი მომწონს თუ და წახვიდე ახალგაზრდა რო იყო პასუხი აი ხო აი მაგალოგიკის მომწონს მეორე ყველაზე მეტად წარმატების მიზანში მორტყმა მოიცადე მაგას არ დავწერ შანსი არა ერთი მაგას და წარმატების მიზანში მორტყმა აი ესე მოსამიგრებული ვერსია უეჭველი. აი ცუდი ქართულით რომელიც არის ხოლმე რომ აი ინგლისურ წიადებს უფრო გავს ეგეთ. ხო და შეიძლება ნათარგმნის გამოთქმა კიდევ ვფიქრობ წარმატების მიზანში და გარეთ დამარცხება არადოსაა პასუხი მოიწერეთ პასუხები საკმარისია მე ახალს ვერ აღმოაჩენ დამწირად ანუ ჰარმონიით გამარჯვება მე მაგას პროსტა არც ერთი არ დაწერეთ თქვენ შენ დაწერე და მაგიტო აი მაგით რომ იყო ვინას არ დაწერა უძლებელნი შინაგარეთ მილურავა ალბათ დამარცხება არასდროსაა პასუხი დრო დამარცხება არასდროსაა პასუხი რა არის ანუ ეს ხო და მაგიტო მოწოს მეორე თქო და ხაიფს გავსა 3 2 1 0 მოვიწერე ლუკა შენს მოიწერე ხო? ციხე შენი პასუხი მხოლოდ პასუხი დამარცხება არასდროსაა პასუხი შენი პასუხი უძლეველნი შინ და გარეთ შენი აი პასუხი ჯერე პროცესი. ჯიგარი ხარ აა რატო დაიხმარა არც ერთი არა სწორი ჰარმონიით გამარჯვება არის აა ვიქტორი თრუ ჰარმონია არის სწორი პასუხი და მოკლედ უძლეველი შედეგად ანდრომ მოვიგე ფინალი გვაქვს ის რომ მოიგო თქვენ ორმა რა თქმა უნდა მე კითხავს უბრალოდ გაგისვამთ თუმცა შემდეგისთვის გავითვალისწინებ ეხლა ჩვენ რაც აქ ვიხილეთ რეები გვაქვს გამოსასწორებელი ეს არის კითხვები ალბათ უფრო აბსტრაქტული არის საჭირო უფრო მეტად უფრო ნაკლები უნდა ვიფიქროთ ხალხის ცნობიერების ამაღლებაზე და უფრო მეტი რა გართულებას თქმა უნდა, სხვადასხვაობიც არსებობს ხალხის ცნობიერების ასამართლად. პირველი რაც კაი შორის- კითხვა იყო ნიდერლანდური გვარი უნდა გამოიგონო პრესინგი. ხო და ფინალი იყო მაგრამ შეიძლება დაწერო აი აცტეკის მექსიკური რაღაცა და მექსიკური გვარი უნდა მოიგონო ეგ სასაცილოა მოკლედ ეს ჩათვალეთ რომ პილოტი იყო მეგობრებო. ჩვენ უკეთესები დავუბრუნდებით. მაგრამ მოვიგეთ. ათალე მაგრამ მე და ციხე მოვიგეთ რა კარგი იყავ. მადლობა მადლობა